ქართული და ევროპული საზოგადოებები ქრისტიანული იდენტობები იყო. ქრისტიანული მსოფლმხედველობით მოაზროვნე ერთობები იყო. სიტუაცია იცვლება მე-13 საუკუნიდან, როცა ევროპა და საქართველო სეკულარიზაციის გზაზე დგებიან. ევროპულ მენტალობაში იწყება ადამიანის როლის განუსაზღვრელი ზრდა, რაც ადამიანს ავტონომიობას ანიჭებს და დამოუკიდებელს ღვთის ღმერთისგან. ფორმირდება ასეთი ახალი ტიპის ევროპული თვითცნობიერება ამ პერიოდის საქართველოს ირჩევს სეკულარიზმს. შეიყო ქართული ერთობის უმთავრესი ნიშნული ქრისტიანობა. საქართველო აღარ არის ფასეულობითი ტერმინი, არამედ პოლიტიკური ტერმინი ხდება. მე-14-მე-17 საუკუნეების ევროპამ საბოლოოდ გააკეთა არჩევანი არამართებულ ქრისტიანულ ფასეულობებზე. საქართველოშიც სააზროვნო კრიზისია. რენესანსის ეპოქამ თეოცენტრიზმი ანთროპოცენტრიზმით ჩაანაცვლა და ადამიანი სამყაროს ცენტრად აქცია. რენესანსმა შეცვალა აზროვნების საზომი. მე-17 საუკუნის ქართული იდენტობის მახასიათებელია ორი ფენომენი: ქეთოვან-წამებულის და გიორგი სააკაძის. ორივე მათგანი პატრიოტი და მორწმუნეა, მაგრამ თავისებურად. სწორედ ეს თავისებურება ქმნის საქართველოს ორ გზას. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რომელ გზას აირჩევს. ქეთევანი ეხმარება საქართველოს თავისი სიკვდილით, გიორგი თავისი ძლევამოსილებით. რჯული არ არის ის ნიშნული სააკაძისთვის, რომლის დათმობა მას არ შეუძლია. ქეთევანი ვერაფრით დათმობს რჯულს, მას სხვაგვარად უბრალოდ არ წალუts. სააკაძის სისხლმა მოიტანა ბაზალეთი და სამოქალაქო ომი. ქეთევანის სისხლმა საქართველოს არსებობა და მისი შემდგომი განვითარება დაბოლოს. გიორგისთვის საქართველოა ღმერთი, ქეთევანისათვის კი ღმერთია ღმერთი. მე-18 საუკუნის ევროპული ისტორიის მთავარი მოვლენაა ევროპული რევოლუციები. ამ კონტექსტში კარგად წარმოჩნდა არამერთებული ქრისტიანული ფასეულობების პრიმატი. ინგლისის და საფრანგეთის დიდი რევოლუციების დროს დაუნანებლად იღვრება სისხლი, რადგან მთავარია ეგრეთ წოდებული დიადი იდეალები. ადამიანის დანიშნულებაა დიდი საქმეების კეთება, ამიტომ კოლექტივის ბედნიერება მეტია ერთი ადამიანის უბედურებაზე. ეს ლოგიკა სრულიად ეწინააღმდება ქრისტიანულ აზროვნებას, სადაც პიროვნება მეტია სოციუმზე, სადაც პიროვნება უნდა ცხადდეს და არა სახელმწიფოები და ცივილიზაციები. მე-18 საუკუნე ორჭოფობის საუკუნეა საქართველოსთვის. ყველაზე ცუდი რაც ამ დროს ხდება, ისაა, რომ ქართული სამეფო ელიტა პირველად იწყებ ფიქრს იმაზე, შეუძლია თუ არა ქართულ სახელმწიფოს დამოუკიდებლად სხვა ქვეყნის პროტექტორატის გარშე არსებობა. ამ პერიოდის საქართველოში პირველად იწყება პოლიტიკური ნიშნულის აზროვნების წარმმართველად მოაზრება. ამიტომ საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთნი ღირებულებით ორიენტირს სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებაზე აფუძნებენ, მეორენი ღირებულებით ორიენტირს პოლიტიკურ სარგებელზე. ქართული საზოგადოების ღირებულებითმა დეზორიენტაცია მოიტანა ერთობის არსებობის ალტერნატიული გზის ძიების მცდელობა. ამ მცდელობაში ერის სააზროვნო სისტემაში პოლიტიკური ელემენტი პირველ ადგილზე დადგა. ღირებულებითი ელემენტი კი მეორეხარისხოვანი ხდება. თუკი საუკუნეების განმავლობაში ფასეულობათა სისტემით იყო გაპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ახლა პირიქით პოლიტიკური ელემენტი განაპირობებს ღირებულებათა სისტემას. მე-19 საუკუნის პირველი წლებიდანვე რუსეთი აუქმებს ქართული იდენტობის სამივე მარკერს: სახელმწიფოებრიობას, ენას და რელიგიას. ქართული ერთობისათვის ნიშნეულია არა ძიება იმისა, რის გამო აღმოჩნდა ამ მდგარ შეჭირვებაში, არამედ ძიება იმისა, თუ სად შეძლებს ხორციელი შვების პოვნას და ამიტომ ხსნას ძლიერ მიწიერ პატრონში ეძებს. მე-19 საუკუნეში სრულიად არეულ ფასეულობათა სისტემას წინ აღუდგნენ თერგდალეულები ილიას თაოსნობით. ილიას შეეცადა გაეხსენებინა ქართველებისათვის მათი მთავარი მისია. ილიამ სწორი დიაგნოზი დაუსვა ქართველობას, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ ქართული ერთობა უნდა დაბრუნებოდა თავისი იდენტობის უმთავრეს მახასიათებლებს. ძველი აპრობირებული გზა უნდა გაეხსენებინა. ილია არ მიიღო ღირებულებებისაგან დაცლილმა ქართულმა საზოგადოებამ. მე-20 საუკუნეში იცვლება ევროპული საზოგადოების მსოფლმხედველობა. კიდევ უფრო მეტად მკვირდდება ფსევდოღირებულებები. ამ საუკუნის მახასიათებელია პოლიტიკის გაკირკვება, რომელიც ორ მსოფლიო ომში და დიქტატორულ რეჟიმებში, ფაშიზმში, ნაციზმში, კომუნიზმში გამოიხატა. მე-20 საუკუნის საზოგადოების მთავარი კერპი გახდა კეთილდღეობა.
საშუალო ევროპელისთვის დღესაც საკუთარი ღირსების აღქმა პირდაპირ პროპორციულია კარგ სამუშაოსთან, სიმდიდრის შეგროვებასთან, მაქსიმალური სიამოვნების მიღებასთან, არც თუ ისე ბევრი მუშაობა და ბედნიერების მოპოვება არა განსხვავებულად, არამედ დანარჩენ სხვებთან მიმსგავსებულად, ანუ დაიკარგა ინდივიდუალიზმი. არაფერი არ არის გარანტირებული. ეს არის პოსტმოდერნის ლოზუნგი. 1921 წლიდან ქართული ერთობა სრულად მოწყდა ევროპაში მიმდინარე ინტელექტუალურ შემოქმედებას, ისევე როგორც რაც მთავარია საკუთარი მესძიების პროცესი, საკუთარი იდენტობის ძიების პროცესი, გაწყვიტა შინაგანი კავშირი საკუთარ თავთან, საკუთარ ერთობასთან, ძირითად ფასეულობასთან, რაც ვფიქრობთ დღემდე გრძელდება. 21 საუკუნეში ხდება უდიდესი ტექნოლოგიური ცვლილებები და ამის ფონზე კაცობრიობას გონია, რომ დაიმორჩილა ბუნება. გაიმარჯვა ბუნებაზე, მაგრამ ადამიანურ ბუნებაზე ცხადია ვერ გაიმარჯვა. კიდევ უფრო მეტად გაკერპდა პოლიტიკა, რომელიც ცხადია საჭიროა იმისათვის, რომ დედამიწა არ გადაიქცეს ჯოჯოხეთად, მაგრამ დედამიწაზე არც სამოთხის აშენებაა შესაძლებელი.